მოგესალმებით, ეს არის სიმართლის მაძიებელი პოდკასტი და ჩვენი კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ისევ უსაფრთხოების თემას და დღეს ჩვენი სტუმარი არის ანდრო გოცირიძე. დიდი მადლობა, ბატონო ანდრო. დიდი ხანია ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და გამიხარდა, რომ მოხვედრით ჩვენთან ძალიან საინტერესო თემებზე სასაუბროთ და მადლობა მოპატიჟებისთვის. ეს 45 საათამდე მაქსიმუმ შეგვიძლია დავუთმოთ ამ საინტერესო თემებზე საუბარს. წინა ეპიზოდებში ცოტა შევეხეთ კიდე უსაფრთხოების ამბებს, ასევე შევეხეთ ზოგადად დაზვერვის თემას და გვინდა რომ კიდევ უფრო სიღრმეებში ჩავიდეთ და რაღაცა დეტალები გავარკვიოთ, განსაკუთრებით ფოკუსი გვინდა გავასწოროთ იმაზე, რომ რა არსებითი სხვაობა არის დასავლურ და შეიძლება ჩვენს მოდელს შორის ძალიან ბევრ სფეროში არის რომ გვაქვს განსხვავებული მოდელი, ხო, იქ რაღაცა საბჭოთა მემკვიდრეობა მივიღეთ, ცოტა უფრო რაღაცა რთული რაღაცები დავგვხვდა და მე შეიძლება რეფორმი და რაღაცა სხვადასხვა სექტორები. არავინ არ საუბრობს თითქოს მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში რომ დაზვერვის სფეროზე მაგ კუთხით რაღაცა ანალიზი გავუკეთებინა და მე მგონი საინტერესო შეიძლება იყოს მაგით რომ დავიწყოთ, ასე ვთქვათ, რამდენად რა მემკვიდრეობა მივიღეთ მოკლედ და როგორია დასავლეთში. ბატონო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ინტერესისთვის. ბევრი ფაქტორით არის ამ პირობებული ეს ინტერესი. ერთი ის, რომ პოპკულტურა ძალიან ხშირად გვაჩვენებს ხოლმე რაღაც ძალიან საინტერესო სერიალებს, ძალიან საინტერესო ფილმებს, წიგნებს, ხო, ამ სადაზვერვო მოქმედებებთან დაკავშირებით. რამე ვიცით, მაგედან ვიცით. ხო, იმიტომ რომ რაღაც ზოგიერთი მათგანი მიახლოებულია სიმართლესთან, ზოგი უბრალოდ პოპულარიზებულია, ბუნებრივია, ხო, მასალა გაყიდვადი უნდა იყოს. ამასობაში დაზვერვა ზოგადად სპეცსამსახურები არის ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სახელმწიფოსი, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოს ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებაზე. მაგრამ აი თქვენ ძალიან კარგად გაქვთ დაჭერილი, რომ არსებობს რაღაც განსხვავება დასავლურსა და ვთქვათ პოსტსაბჭოთა ან საბჭოთა მოდელებს შორის. მე უფრო ვიტყოდი დემოკრატიულ და ავტოკრატიულ დაზვერვებს სპეცსამსახურებს შორის. ამ სისტემებისთვის დამახასიათებელ სპეცსამსახურებს შორის, იმიტომ საბჭოთა კავშირი მთელი თავისი არსით იყო ავტოკრატია და ტოტალიტარული დიდი სახელმწიფო, უკვე ავტოკრატია აღარ ეთქმის, ბუნებრივია, სადაც განსხვავება სწორედ ეს იყო, განსხვავება ამ ორს შორის, გარდა იმისა, რომ იქ რაღაც ფილოსოფიური ბექგრაუნდები შეიძლება ერთი განწყობების თეორიას ეფუძნებოდეს, ფსიქოლოგიური მომენტები, მეორე ბიჰევიორიზმს, ამას არ აქვს, ეხლა ეს შეიძლება მსმენელისთვის ნაკლებ საინტერესო იყოს, მაგრამ ძირითადი განსხვავება ამ ორ მიმართულებას შორის გახლავთ პოლიტიზირების ხარისხი. შეიძლება მსმენელმა იფიქროს, რომ შეიძლება სპეცსამსახური პოლიტიზირების გარეშე, ხო, გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური აქტორი, მსხვილი პოლიტიკური აქტორი სახელმწიფო ცხოვრებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია ვის ემსახურება სპეცსამსახური. ის მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების რეალიზაციისთვის თუ პარტიული ინტერესების რეალიზაციისთვის. აი ჩვენ რასაც საბჭოთა მოდელს ვეძახით და სინამდვილეში ასევეა ირანში, ასევეა კორეაში, ჩრდილოეთ კორეაში, იქ სპეცსამსახური ემსახურება რეჟიმის უსაფრთხოებას. იქ სპეცსამსახური უზრუნველყოფს მმართველი პარტიის უსაფრთხოებას, პოლიტიკური ელიტის უსაფრთხოებას. ზოგ შემთხვევაში ეს უსაფრთხოება პოლიტიკური პარტიის ინტერესები და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ინტერესები ერთმანეთისგან შეიძლება კონფლიქტური იყოს და განსაკუთრებით ეს კონფლიქტი წარმოიშვება ხოლმე დემოკრატიზაციის პროცესში მდგარ სახელმწიფოებში, სადაც მაგალითად პოლიტიკური პარტია ცდილობს მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში და სახელმწიფო ცდილობს დემოკრატიზაციის გზით რაღაც ქოლგა შეიქმნას უსაფრთხოების განვითარების მდგრადი სისტემების შექმნას და ამ შემდეგ. მარტო პოსტსაბჭოთა სივრცესშია შევხედოთ, მაგალითად საუკეთესო შესანიშნავი სპეცსამსახურები ყავდა გერმანიას მესამე რაიხის დროს, მაგრამ გაიყო სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიის ინტერესები და სპეცსამსახური დარჩა პოლიტიკური პარტიის ინტერესის განმახორციელებლად გესტაპო, ხო, ძლიერი ძალიან ისეთი პოლიტიკური პოლიცია, მაგრამ გერმანული სახელმწიფოს ინტერესები იმ წუთას საერთოდ არ ემთხვეოდა NSDAP-ს
აი ამ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ინტერესებს, იმიტომ რომ პირიქით, ხო, პარტიამ მიიყვანა სახელმწიფო ფაქტიურად კაპიტულაციამდე და ფაქტიურად აი დამანგრეველ ომამდე, ხო? ამიტომ აი ესეთ შემთხვევაში ყოველთვის პოლიტიზირებული სპეცსამსახური ირჩევს ხოლმე პარტიის მსახურებას და საერთო ჯამში, საბოლოო ჯამში მიდის მაინც უფრო ხშირად სახელმწიფო ინტერესებთან რაღაცნაირად კონფლიქტში, ან კონფლიქტში რო დაემთხვა ძალზე გაგიმართოს. ამის საპირისპიროდ დემოკრატიული სახელმწიფოების სპეციალური სამსახურები მოქმედებენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და რა წარმოშობს ამ ყველაფერს ბალანსის და აი ამ შემოწმებათა სისტემა, იმიტომ რომ სახელმწიფო ინტერესები ასე არ არის, რომ რომელიმე პარტიულმა მოღვაწემ განსაზღვროს, რომ ჩემ სახელმწიფოს დღეს ჩემი მოსვლის მერე ეს ინტერესებია. აი მე პროგრამები ხო, და დაზვერვის სპეციფიკა თვითონ ისეთი ახლა დახურული ის არის, ხო, შეიძლება სხვა სახელმწიფო ფუნქციებზე, ესე რომ თქვა უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს ზოგადად და უფრო მეტად ვიცოდეთ რა რეფორმირდა და რა არ რეფორმირდა, ხო, აი მაგალითად ჩემი ახლა კარიერა, ასე ვთქვათ, რასაც მოიცავდა სახელმწიფო სერვისებთან მიმართებაში, ვიცი მაგალითად ადრე რა მემკვიდრეობა გქონდა, როგორ გაიცემოდა მაგალითად არ ვიცი პასპორტი თუ პირადობა თუ რაღაცების რეგისტრაცია როგორ ხდებოდა და ვიცი მე რაღაცები როგორ შეიცვალა და მივედით იქამდე რომ დოკუმენტების უსაფრთხოება მოკლედ იმ დონემდე მივიდა რომ ვიზა ლიბერალიზაციასაც კი მივაღწიეთ. ამიტომ ეს გზა მოკლედ როგორ რეფორმირდა ვიცი და დაზვერვასთან დაკავშირებით რა გზა გავიარეთ ან რაღაცა რეფორმა რომ ახლა არ მინდა თქვა რაღაც სფეროები არის სადაც გონი რომ საერთოდ არაფერი არ მოხდა და არ შეცვლა და როგორც მივიღეთ მოკლედ ძველად შეიძლება 90-იანების შემდეგ ცოტა შეიცვალა, მაგრამ არის სფეროები სადაც დიდი არაფერი არ შეცვლა ჩემი აზრით და მაგალითად თუნდაც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ადგილობრივ მთავრობებში ძალიან ბევრი რაღაცა ისე არის როგორც იყო ადრე. ძალიან დიდი ცვლილება, ასე ვთქვათ, იქ თუნდაც დემოკრატიულობის ხარისხის და ამით საკრებულოს როლის რაღაც ზუსტად საზამხედველო კუთხით დიდად მე მგონი არაფერი არ შეცვლა მაგრამ ხო და დაზვერვის კუთხით არის საინტერესო რამე არსებითი ცვლილება თუ განხორციელა და რეფორმა და ზედამხედველობა ზოგადად დაზვერვის სფეროზე და სპეცსამსახურების სფეროზე მართლაც გართულებულია, იმიტომ რომ ისედაც საიდუმლოებით მოცული კომპონენტია, ბევრი რაღაც სახელმწიფო საიდუმლოებაა და ბევრ რაღაცაზე სპეცსამსახურს შეუძლია სწორედ აი ეს რაღაცნაირი ფარდა ჩამოაფაროს, რომ თქვათ ამის იქეთ მე შენ არ მიშვებ, მაგრამ მიუხედავად ამისა არსებობს სოფლიოში აპრობირებული ფორმები დაზვერვაზე ზედამხედველობისა, საპარლამენტო კონტროლი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიურია, ხო, ადამიანის უფლებათა დაცვა ძალიან ბევრი რეკორდია, ხო, თქვა ჩანაწერები არსებობს ძალიან ბევრი, თქვა კონფიდენციალური შემადგენლობა, დახურული შემადგენლობა, ასე შემდეგ ზოგადად, ხო, სპეცსამსახურში და ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზედამხედველობა ამ თვალსაზრისითაც და ასევე პოლიტიკური ზედამხედველობა, თქვა პარლამენტის მხრიდან თუ რა პროგრამებს ახორციელებს ზოგადად დაზვერვა, რამდენად შეესაბამება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, აი ის მოქმედებები, რომელსაც ახორციელებს დაზვერვა, გონდაზვერვა, სხვადასხვა სპეცსამსახური, ხო, უსაფრთხოების სამსახურები და ასე შემდეგ. აი ეს პროგრამა დგება წლის დასაწყისში, თქვათ 10 წლით, უფრო ხანგრძლივადიანი შეიძლება იყოს, რომელიც შეთანხმებულია ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და შემდგომ ხდება ზედამხედველობა თითოეული კონკრეტული ოპერაცია, რომელიც ბუნებრივია უკვე საიდუმლოა, რამდენად ზის იმ ჩარჩოში რა ინტერესიც არის საქართველოს. მაგალითისთვის ვამბობ, თუ კი საქართველოში ჩვენ ვებრძვით რომელიღაც ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც აქტიურია მხოლოდ აზია-ოკეანეთში, პირობითად ვამბობ ბუნებრივია ყველაფერს, ცხადია ეს არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს, იმიტომ რომ ასეთი საფრთხე საქართველოს წინაშე არ არსებობს. ხო, ჯერ სახელმწიფოში იქნება რაღაც საფრთხეების გარკვეული ჩამონათვალი კლასიფიკაცია უსაფრთხოების საბჭოს დონეზე და ამ მიმართულებებზე ხდება ინფორმაციის მოპოვებაც და ინფორმაციის დაცვაც, რომელიც ჩვენთან სახელმწიფოში გამომუშავდება. საქართველოსთვის ბუნებრივია ძირითადი და მნიშვნელოვანი საფრთხე არის რუსეთის ფედერაცია, არიან ტერორისტული ორგანიზაციები, საქართველოს ანტიტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო, კოალიციის წევრი იყო, ახლაც აქტიურად მიდის ამაზე მუშაობა და ბუნებრივია აი ამ ჩარჩოში მუშაობს საქართველოს სადაზვერვო
და თქვათ იგივე უსაფრთხოების სამსახურები. ამას გარდა იქ არის ყველასთვის დამახასიათებელი საფრთხეები, ხო, ნებისმიერი ქვეყნისთვის, როგორც არის ორგანიზებული დანაშაული, ნარკობიზნესი და მრავალი ზოგადად რა საფრთხეებიც უნდა აგვარიდოს ასე. ყველა ცივილიზებული სახელმწიფოსთვის პრობლემაა საფრთხეა და ბუნებრივია საქართველოსთვისაც ეს ყველაფერი. ეს რეფორმა, რომელიც საქართველოში ამ ხრივ განხორციელდა თავიდან, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ბუნებრივია ეს ჩვენი უსაფრთხოების სამსახური პირდაპირ იმეორებდა უშიშროების სამინისტროს, საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს სტრუქტურას, თავის რაიონული დანაყოფებით, თავის თქვათ იქ რაღაც ცენტრალიზებული სტრუქტურით, სამხედრო დისციპლინით, რაღაც საიდუმლოების საფარქვეშ, რაღაც ესე, სადაც საერთოდ შეხებაც კი არ შეიძლებოდა, შესვლაც კი არ შეიძლებოდა, მაგრამ ამ პერიოდიდან მოყოლებული თავად უსაფრთხოების ლანდშაფტი შეიცვალა, ხო, ასე არის, ეს უკვე საფრთხეებიც სხვადასხვაგვარია, განვითარებული ჰიბრიდული კიბერი, უკვე ნახეთ როგორ არის თუ კი საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოება იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უწყებების პრეროგატივა და შენ იქ არც ჩაგახედებდნენ, ხო, აბსოლუტურად და არც იცოდი თქვა რა ასახით და როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის დაცვა. თანამედროვე და განსაკუთრებით ამ დიგიტალიზაციის პროცესში ეს საფრთხეები უფრო მეტად მიმართულია ადამიანურ უსაფრთხოებაზე და წინ მოდის ადამიანური უსაფრთხოება. ბუნებრივად რეფორმირდა, რაც რეფორმირდა. ამას უნდა მიიღოს უკვე სტრუქტურას, მაგრამ თუ სტრუქტურას აჩერებ, ამუხრუჭებ ამ რეტროგრადული მიდგომებით, რომ ესე იგი მე მჭირდება ტოტალური კონტროლი, მე უნდა ვიყო მოქალაქის გამცილებელი დაბადებიდან გარდაცვალებამდე და იქ უნდა მქონდეს რაღაც ეს ადმინისტრაციული ზემოქმედების ბერკეტები, რომ მუდმივად მოვაქციო ჩემ ჩარჩოში საზღვარზე გასვლის პერიოდში უმაღლესი ჩაბარება, პასპორტის გაცემა საბჭოთა დროს როგორც იყო. ეს განსხვავება რაც არის, ხო? საბჭოთა დროს უშიშროების სამინისტრო აკონტროლებდა ადამიანის დაბადების მოწმობის აღებიდან გარდაცვალების მოწმობის აღებამდე. აბსოლუტურად ყველა ეტაპს სჭირდებოდა მათი დასკვნა, თორემ პასპორტს ვერ აიღებდი ელემენტარული აღმოსავლური, ხო, უმაღლესი ჩაბარებაზე და ასე შემდეგ, ხო, ამ სამსახურის დაწყებაზე. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ასე არ არის, მიზნობრივად შეირჩევა გარკვეული მიმართულებები, რომელიც არის უსაფრთხოების სამსახურების პრეროგატივა, შეიძლება იყოს ანტიტერორისტული მოქმედებები, შეიძლება იყოს კონდაზვერვითი მოქმედებები, ესე იგი უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჯაშუშობის აღკვეთა, არ დაშვება, პრევენცია და ასე შემდეგ. შესაძლებელია ასევე იყოს სხვადასხვა თქვათ იგივე კიბერსაფრთხეები, დღეს წამოვიდა ხო უკვე უფრო ისეთი გახდა ეს საფრთხეების ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი გახდა და არამც და არამც პიროვნების კონტროლი იმ დონეზე, რომ თქვათ პიროვნების შემზღუდველი, ან უფრო მეტიც პიროვნების მაკომპრომეტირებელი მოქმედებები იყოს თქვათ წინა პლანზე წამოწეული. ეს არის ძირითადად ის განსხვავება, რაც არის დასავლურსა და თქვათ აი ამ ავტორიტარულ სპეცსამსახურებს შორის. ეს გებია. რამე ალბათ შეიძლება ვიცოდე მეც, მაგრამ სტრატეგია, რაღაც საჯარო დოკუმენტი არის დაზვერვის ძირითად პრიორიტეტებთან დაკავშირებით. რაც თეორიულად ნორმალურ პირობებში შეეძლო, რომ პარლამენტს ზედამხედველობა გაეწია, მაგალითად საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით. ან თუნდაც დახურული ფორმატის, რომელიც არ იქნება თქვათ საჯარო, მაგრამ შეიძლება იყოს თანამშრომლობითი დოკუმენტი პარტიებს შორის. იგეთი ასეთი ფორმატები არსებობს, თუ კი დაზვერვაზე ვსაუბრობთ, ძირითადად ასეთი ფორმატები დახურულია, მაგრამ მაგალითად არსებობს პარლამენტში ნდობის ჯგუფი, ეს შედგება უნდა შედგებოდეს სხვადასხვა პარტიებისგან, ჩვენ გავყოთ როგორი უნდა იყოს, ანუ რისთვის ჩამოყალიბდა და შეიძლება ზოგიერთი მათგანი შემდგომ ისე იყოს სახეცვლილი, რომ არ ასრულებდეს თავის ფუნქციას. მაგალითად, ნდობის ჯგუფი პარლამენტში აუცილებლად მასში უნდა იყოს ოპოზიციიდანაც წევრი წარმოდგენილი და ის აკონტროლებს აი ამ სადაზვერვო პროგრამებთან შესაბამისობას, მათ შორის ფარული ხარჯების გარკვეულ მიმოქცევასაც, ხო, რაში იხარჯება მართლაც წლების განმავლობაში ნდობის ჯგუფის დაკომპლექტება იყო პრობლემაა საქართველოში, იმიტომ რომ პრობლემაა სწორედ სპეცსამსახურების პოლიტიზირება და ზოგადად უსაფრთხოების პოლიტიზირება. ჩვენთან არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი, გარემო ყოველთვის უზრუნველყოფს ისეთ ვითარებას, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ან ქვეყანაზე ზრუნვაც კი ზოგადად არის ერთადერთი პარტიის პრეროგატივა.
მმართველი პარტიის პრეროგატივა და მმართველი პარტია ყოველთვის ადანაშაულებს ოპოზიციას ღალატში, ოპოზიცია პირიქით ადანაშაულებს და გასაგებია რომ ამ ფორმატში ვერ ხერხდება ნდობის ჯგუფის ოპოზიციის წევრები შეიძლება საერთოდ არ დაუშვან თქვათ სადაზვერვო დანაყოფში ხო ამ საიდუმლო საკითხებზე. ამ დროს ქვეყნის უსაფრთხოება ორივე მათგანის პრეროგატივაა, იმიტომ რომ თანაბრად ეხება უსაფრთხოების წინააღმდეგ რისკები, თანაბრად ეხება აბსოლუტურად ორივე მიმართულებას ყველა მოქალაქეს ეხება. ამ სიმწიფემდე სამწუხაროდ ჯერ საქართველოს ვერ მიაღწია არა და მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ თუ კი მარტო მმართველი პარტიით იქნება დაკომპლექტებული ნდობის ჯგუფი, მაშინ გამჭვირვალეობაზე საუბარი არ გვიხდება. ამ უწყებებში ადამიანის უფლებების დარღვევა, თქვათ ზოგადად ფინანსური გარკვეული არაგამჭვირვალეობაც ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ხდება დახურულ სისტემებში ეს ყოველთვის იჩენს სპეციფიური დავალებების შესრულება უწევს და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ზედამხედველობის ამ ფუნქციის განხორციელება. მაგალითად იგივე ჩვენ გარკვეული სახესხვაობით, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუარესებით მივიღეთ ამერიკული პრაქტიკა გენერალური ინსპექტორების შესახებ. გენერალური ინსპექტორი ამერიკაში არის ძალიან ქმედითი ინსტრუმენტი, რომელთაც ხდება სწორედ ამგვარ დახურულ სამსახურებში, სხებშიც, მაგრამ ამ განსაკუთრებით აი მნიშვნელოვანი თქვათ დარღვევების გამოვლენა, კორუფციის და ასე შემდეგ. იქ ეს დამოუკიდებელი უწყებაა, რომელსაც სენატი ამტკიცებს და რომელიც არ არის ანგარიშში ვალდებული უშუალოდ უწყების ხელმძღვანელთან, მაგალითად თავდაცვის მინისტრის წინაშე ან დაზვერვის ხელმძღვანელის წინაშე. საქართველოს ეს გადმოიღო 2000 წელს, 2001 წელს მე თვითონ გახდით ამ ყველაფრის ერთ-ერთი ასე ვთქვათ აი ჯგუფში, რომელმაც დაუნერგეთეს, ოღონდ იქ პოლიტიკოსებმა ჩადეს ესეთი მცირე სახესხვაობა, რომ ჩვენთან ეს დამოუკიდებელი ორგანო კი არ არის, ადგილებზე მინისტრს ექვემდებარება. თუ კი ministrს ექვემდებარება, ministri თავის თავზე კორუფციულ დამუშავებას ხომ არ გამოიძიებს ამ თავისი სტაფის მიერ უფლებათა დარღვევას და აი ესეთი პატარ-პატარა ხარვეზები გვაქვს, თუმცა აქვე მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სპეცსამსახური მნიშვნელოვნად მოდიფიცირდა დასავლურისკენ, აი ამ ტოტალიტარულიდან მნიშვნელოვნად შევადაროთ იმას, რა იყო თქვათ იგივე იგორ გიორგაძის დროს, რომელიც იყო წმინდა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტრო, თანაყოფი ადგილობრივი, რომელიც აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, მათ შორის ითვლებოდა, რომ ის უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მაგალითად ეკონომიკის მინისტრი, აი ეს არის დამახასიათებელი ამ ავტორიტარული სისტემისთვის. უშიშროების მინისტრი ან თავდაცვის მინისტრი უფრო მაგარია ვიდრე ეკონომიკის მინისტრი, ვიდრე ფინანსთა მინისტრი. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ სისტემა იმთავითვე უშვებს, რომ მას შეუძლია ეს კუნთები, თავის ძალოვანი მხარე, გამოიყენოს არარეგლამენტირებულად. ესე იგი, არა სახელმწიფო ინტერესების და არამედ პირადი შეურაცხყოფის. ახლა მე თუ თავდაცვის მინისტრი ვარ და თქვენ ფინანსთა მინისტრი, მე შემიძლია მაგალითად ჯარი გამოგზავნო თქვენ. მასოთ რაც შეხვედრებზე ადრე წლების წინ დასავლურ ქვეყნებში, განვითარებულ ევროპაში რო ხდებოდი ხოლმე, იქ სულ იყო რომ აი რაღაც შიდა ისე რომ მიდირო, აი ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო, ანუ ფინანსური ინსტიტუტები იყო ხოლმე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები და ხოდა მე სუპარალელს ვავლებდი ხოლმე რომ ჩვენთან ყოველთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო ეს ავტორიტარიზმს და დემოკრატიას შორის. დემოკრატიაში ბიუჯეტი არის კანონი, ასებები ან გამოგეყოფა ან არა, როგორ უნდა გამოგიყო ასებნება, შენი პროექტის საჭიროება უნდა დაადასტურო. ან ღია რეჟიმში თუ ეკონომიკის სამინისტრო ხარ, ან ფარულ რეჟიმში, ხო? ახლა ვერ გამოდებ საგაზეთო პუბლიკაციით, მაგრამ საიდუმლო რეჟიმში. მინისტრთა კაბინეტში, ხო, აი ეს მნიშვნელოვანი. რა ხდება ავტორიტარულ საზოგადოებაში? პოლიცია წინა პლანზე, სპეცსამსახურია წინა პლანზე. რატო? იმიტომ რომ იდეაში მე თუ მინისტრი ვარ, მე შემიძლია ეს ჩემი პოლიციური სტრუქტურები უბრალოდ იმისთვისაც გამოვიყენო, რომ ეხლა ლევანი დავსაჯო, თქვათ, იმიტომ რომ მინისტრთა კაბინეტში თქვენ მე რაღაც წინააღმდეგობა გამიწევთ. სამწუხაროდ იქამდეც ვებიოთ, თუ მრავალპარტიული პარლამენტი ყოლეს და მინისტრთა კაბინეტს ეგრე კომპლექტებს, მაგრამ დასავლეთში იბრძვიან, რომ ფინანსური, ესე იგი ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და ესეთი ისინი ყავდეთ თუ აქ ესეთი პრობლემა არის ყოველთვის, იმიტომ რომ ამათ შეუძლიათ ეს თავისი ძალა გამოიყენონ. მეორე განსხვავება კიდე დასავლურსა და აი ამ ავტოკრატულ შორის. დასავლეთში სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, ან შინაგან საქმეთა მინისტრი, ან თავდაცვის მინისტრი, ეს სხვადასხვა საქართველოს წესია. არ არის პირველი პოლიციელი, პირველი მზვერავი, პირველი ჯარისკაცი, ხო, სამხედრო. ის არის სამოქალაქო პირი, რომელიც ახორციელებს პარტიის, გამარჯვებული პარტიის ან კოალიციის პოლიტიკას და მას არ აქვს პირდაპირ ბრძანების უფლება, რომ მაგალითად
A ან B ქვედანაყოფი გამოვიყენოთ ხო რაღაცაში ოპერაციაში, ან თქვა გამოძიებას უხელმძღვანელობს, ან ასე შემდეგ. ის ხელმძღვანელობს მაგალითად ისეთ მიმართულებებს, აი მოვიდა რომელიღაც პარტია, რომელმაც მაგალითად თქვა, რომ მე ვფიქრობ, რომ კრიმინალი უნდა შევამციროთ ნარკოტიკის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობით. მინისტრი აი ამ პოლიტიკას ახორციელებს შესაბამის პროექტებს, გეგმებს ქმნის და ასე შემდეგ. და არამც არ ხელმძღვანელობს მაგალითად პომიჭალაში ნარკომოვაჭრეთა დაკავების ოპერაციას. არ ხელმძღვანელობს გამოძიებას ვიღაცის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თუ გამოძიებას ხელმძღვანელობს, მაშინ გამოძიება პოლიტიზირებული იქნება, იმიტომ რომ მინისტრი ხომ პოლიცაბჭოს წევრია, პოლიტიკის გამტარებელია, მმართველი პარტიის პოლიცაბჭოს წევრია და როგორ გამოიძიებს ახლა რაღაცაკინს აი საბჭოს საწინააღმდეგო. თავდაცვაში, რადგან თავდაცვა ყოველთვის იყო კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი დასავლური პარტნიორების ზედამხედველობის გაზრდილი ინტერესის სფერო, ეს კარგად არის გამიჩნეული. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვერ უბრძანებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, რომ მან ჯარის ესა და ეს დანაყოფი გამოიძიოს, ან გამოიყენოს, ან მაგალითად ამა თუ იმ ტიპის ტანკი შეისყიდოს, ხო, პირობითად ვამბობ, ან რაღაც ამ შეიარაღებს. ის უბრალოდ პოლიტიკის განსაზღვრელია, თქვა და ყალიბდება პროგრამები. სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასე ვთქვათ, უსაფრთხოების სამსახურებში ეს გამიჯვნა ასე არ განხორციელდა და თუ შეიძლება ფორმატიდან გამომდინარე, აი მაგალითიც რომ ვამბობ, ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ მაგალითად 20 ივნისის მოვლენებზე, ხო? 20 ივნისის მოვლენებზე და როგორ შეიძლება, როდესაც აი ეს გაურკვევლის გამოს შემდეგ დარბევა განხორციელდა და ესე იგი, მომიტინგეები იქ იყვნენ მისული გადადგომის მოთხოვნით, პოლიტიკური მოთხოვნით და როგორ შეიძლება პოლიტიკურ თანამდებობის პირს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ამავდროულად ოპერაციას კონკრეტულად თვითონვე ხელმძღვანელობდა, მიუკერძოებლად მოეხდინა მათი დაშლა. ვერ განხორციელდებოდა, ხო? განახორციელა პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ასეც გააკეთებდა. სწორი არ არის, მაგრამ ბუნებრივია. მისი პოზიციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მის გადასადგომად იყვნენ იქ მისულები, თუ მის პარტიას გადააყენებდნენ, ბუნებრივია ისიც რჩებოდა, ხო, ამიტომაც გვარს კი არა აქვს მნიშვნელობა, სისტემას აქვს მნიშვნელობა თვითონ და ეს სისტემა უზრუნველყოფს შემდგომ ძალიან ბევრ ჩავარდნებს მუშაობაში, იმიტომ რომ ხო, იმიტომ მოხდა იქ ძალის გადაჭარბება, რომ ზუსტად ისინი იმიტომ რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს უსწორდებოდნენ და არა მოქალაქეს. დღესაც როგორ ხდება, ნახეთ, აი ბოლო დროს რომ იყო ხო ეს გამოსვლებთან ან კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირების დემონსტრაციები და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო, ესე იგი აი ეს დანაყოფი უშუალოდ რომელიც უზრუნველყოფს დაშლას, კი ბატონო, შლიდა მომიტინგეებს. როგორ შლიდა ერთსალგე საკითხია, ეხლა მაგას აღვეხები ამ წუთას, მაგრამ ნახეთ რა მოხდა ერთი პატრულის თანამშრომელი ან თქვათ არაჩართული დანაყოფი ხომ შეიძლებოდა იქ ყოფილიყო, რომელიც აი ამ გალახულ ან აირით მოწამლულებს უბრალოდ დახმარებას აღმოუჩენდა, იმიტომ რომ ის ნეიტრალურია, ხო? იმან უნდა მიმართოს ნაკადები, თქვენ გითხრათ, რომ აქეთ გაიქეცით, იმიტომ რომ ეს საფრთხეა, დროსაც უნდა უზრუნველყოს. ყველა მოქალაქის, მათ შორის ისეთისაც, ვინც ამ თავრობას ან ამ ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, მაგრამ აქ არა, იმიტომ რომ შენ თუ პოლიციაში მხარე ხარ, ხო? ამ დროს შენ პოლიცია ხარ, მხარე არა ხარ, შენი მხარე არის, რომ ადამიანი უსაფრთხოდ უნდა გაარიდო უზრუნველყო, ამიტომ ნორმალურ დემოკრატიებში იქ არის ხოლმე პუნქტები, სადაც აი თქვენც თუ გამოგეკიდათ თქვა სპეცრაზმი, შეიძლება უბრალოდ იქ მიხვიდე და კითხო გზა საით არის, საით გავიდე, აი მეტი რა და აღარ მინდა იქ. დამხმარე რა, როგორც მაგალითად ფეხბურთის მატჩისას, ხო, სადაც ნეიტრალურია პოლიცია და მიგიტითებს, რომ ამ გასასვლელიდან გავა. იქ მოწინააღმდეგე ხარ, იმიტომ რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგე ხარ. ეს პრობლემა არის და როცა ამას ემატება მერე ის მნიშვნელოვანი ძალები და საშუალებები, რაც სპეცსამსახურს აქვს, მიყურადების, ფარული თვალთვალის და აი ესენი როცა არის უკვე პოლიტიკური მიზნით გამოყენებული, აქ ადამიანის ცხოვრება უკვე ტრაგიკული ხდება, იმიტომ რომ იქ პირადი ცხოვრების სამსახველი მთელი მასალებია, ხო, იქ დაბლოკვა ბევრ ადგილას და აი ამიტომ სპეცსამსახური უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესების დამცველი და არამც თქვა პარტიული პოლიტიკური ინტერესები. ერთი თემა, რაზეც ვიფიქრია, არის რომ როგორ ხდება რეკრუტირება სადაზვერვო სამსახურებში, მაგალითად არ ვიცი, შეიძლება მე საინტერესოს, მაგალითად უნდა მოხდეს და ჯობჯიზე მე არ მინახავს, ეხლა ვეძებთ ამას რა ქვია. რომ ან თქვა დასავლეთში ხა
ზუსტად რეკრუტირების კუთხით არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ თანამშრომლობა აკადემიასა და უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან სადაზვერო სამსახურებს აქვს და ჩემთვის მივარაუდია, რომ შეიძლება ერთ-ერთი წყარო იყოს, რომ რაღაცა კვლევაში იყოს ჩართული და მე შეიძლება დაზვერვის სამსახურში გადავიდეს და დაიწყოს იქ მაგალითად მუშაობა. ანუ ჩვენთან როგორ ხდება კადრების შევსება, რა უზრუნველყოფს იმას, რომ კვალიფიცირებული ის კიდე ხარ მინდა ძალიან შორს და სხვაგან წავიდეთ ზოგადად ხან დობის საკითხი და რამდენად პოპულარული არის უწყება, რა თქმა უნდა განაპირობებს იმას, რამდენ ადამიანს უნდა რომ იმუშაოს იმ სტრუქტურაში და რაც უფრო ნეიტრალურად, პროფესიონალურად და კვალიფიციურად წარმოაჩენს უწყება თავს, მით უფრო კარგ, ასე ვთქვათ, კადრს ენდომება, რომ იქ იყოს დასაქმებული. ჩვენთან როგორ არის ეს მარტივად გეტყვით პოლიტიკოსები რომ თავს დაანებებდნენ, ყველაფერი კარგად არის. თუ თავს კი, ბევრი რამეა ესე, იმიტომ რომ საქართველოს მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დასავლური კულტურისკენ. კულტურაში გულისხმობ ფართო გაგებას, ხო? სახელმწიფო აპარატის კულტურასაც გულისხმობ და სახელმწიფო მოწყობის კულტურასაც. არ დავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ მომენტებს, იმ პოლიტიკურ ნეპოტიზმს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში და სამწუხაროდ ხშირად უზრუნველყოფს სპეცსამსახურში ყოვლად დაუფასებელი კადრის აღზევებას იერარქიულ საფეხურებზე ისე სწრაფად, რომ თვალსაც ვერ შეავლებ, მაშინ ყველაფერი რიგზია. იმიტომ რომ ზუსტად ეგ მოდელები ახლა ყველაფერზე ღიად ვისაუბრეთ, ბუნებრივია, მაგრამ აკადემიასთან თანამშრომლობა, წარმატებულ სტუდენტებთან შერჩევა, საქართველოს სპეცსამსახურებში, დაზვერვის სამსახურში ღიად იდება ხოლმე. ახლა შეიძლება ჯობსჯიზე არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამდენჯერმე ესეთი ანაუნსმენტი იყო და ძალიან ესე ნაყოფიერად ხდება სამეცნიერო წრეებთანაც, მათ შორის ახალგაზრდებთანაც, აი ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა, კიდევ ერთხელ ამ ყველაფერს აფუჭებს ხოლმე პოლიტიზირება. იმიტომ რომ ამ ყველაფრის მიღმა მაგალითად არსებობს ასეთი სკანდალი 2-3 წლის წინ საქართველოში, ეს ღიარად არის მხოლოდ იმას მოგახსენებთ, როდესაც ადამიანი, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია სპეციალურ სამსახურებში, მე რა ვემუშავა, მეწოდინებოდა, რომ 97 წლიდან ვიცნობ მაგ სტრუქტურას, ერთი დღეც არ უმუშავია, 3 წელიწადში გაიარა უფროსი ოპერატიული თანამშრომლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველ მოადგილემდე, იერარქიული კიდე, მე რომ არ მოვიტყუო, რომელსაც წესით რამდენი 10-მდე საფეხური გამოდის, რომელსაც წესით ჭირდება 20-25 წელი შეიძლება დაჭირდეს და შეიძლება ვერასდროს ვერ გახდეს უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე, ხუმრობა ხო არ არის. პრობლემის უпроსად რო დაამთავრო კარიერა ძალიან თქვენ რასაც ფილმებს უყურებთ და უყურებთ ჩვენ ხო ჰოუმლენდში მაგალითად ერთის და მეორეც სამმართველოს უფროსის დონეს არ წინდება ხო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და CIA-ის უფროსის მოადგილე ცოტა ისეთი თემაა ხო მე რას ვამბობ ნახეთ გაიარა 2-3 წელიწადში ეს ყველა საფეხური აბსოლუტურად ყველა საფეხური საქმე ისე რომ საფეხურები არ გაუვლია უბრალოდ აკამდე მივიდა და ბოლოს რა გააკეთა როდესაც პოლიტიკურად პატიგზები გაიყო გამოიტანა იქიდან საიდუმლო საბუთები და გახადა ეს ყველაფერი სატელევიზიო და საგაზეთო დისკუსიის ასე ვთქვათ საგანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სკანდალი იყო ღია მხარეს სპეცსამსახურების და თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდებოდა კულუარებში სპეცსამსახურის, როდესაც აი ამ ფარულმა შემადგენლობამ, ვინც თავისთავი გადადო და ქვეყანას ემსახურება საკუთარი სიცოცხლის, რეპუტაციის თუგნებავთ და ასე შემდეგ ფასად გაურკვევლობაშია, იმიტომ რომ ადამიანი, ვისაც მისი საბუთები და მისი მასალები ებარა, დღეს გამოდის და ტელევიზორში ცდილობს ეს ყველაფერი ისაუბროს. და აი ეს საიმედო გამჟღავს და აი წარმოიდგინეთ თქვენ თავს როგორ იგრძნობთ. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ იყოთ 20-22 წლის სტუდენტი და თქვენთან მოვიდა შემოთავაზებით ეროვნული სპეცსამსახურის, სადაც თქვენ უნდა გიამაყებოდეთ შესვლა. თქვენ ხო იფიქრებთ რომ კი, მაგრამ გუშინ თქვენი პირველი მოადგილე გამოვიდა ტელევიზორში რაღაცებს საუბრობდა. ეხლა მე რომ წავიდე აქ, ხო? ამ დროს გავაზობენ ხო, სადღაც ღვინის ქარხანაში კარგად შვიდად ვიქნებ. შვიდად ვიქნებ თქვა, იმიტომ რომ ხო, მზად ვარ რომ სახელმწიფოს ვემსახურო, მაგრამ აი ესეთი რაღაცები ხდება და აი ეს ძალიან დასანანია, როცა ეს ტელევიზორში წამოძახებები რომ ის აგენტია, მე იმის ფსევდონიმი ვიცი და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვახსოვდეს, რომ ადრე როცა ეს დამკვიდრდა 90-იან წლებში, მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით სუკის აგენტურაზე, მოსაოკუპაციო სამსახურის აგენტურაზე და ეხლა ერთმანეთს რომ წამოაძახებ, რომ ეროვნული სპეცსამსახურის აგენტი ხარ, ეროვნული სპეცსამსახურის
რიგებში უნდა ვიყოთ ყველა სხვა ფორმით, ну ვინც მოწოდებულია ახლა, ხო, ეგ აგენტურაზე არ არის ზოგიერთი, ამიტომ აი ესეთი როცა კარიერული განვითარებისთვის ისევე ეს ნეპოტიზმი და პოლიტიზირება არის ასე ვთქვათ, შემორჩენილი, ეს ძალიან ანგრევს სპეცსამსახურს და მოტივაციას უკარგავს იქ მყოფ მართლაპატიოს ან პატრიოტ კადრებს, რომლებსაც დამიჯერეთ, არანაირი მოტივაცია არ აქვს გარდა სახელმწიფო სამსახურისა, არანაირი სხვა ბენეფიტი არ აქვს. იქ ვერ მიხვალ უბრალოდ ადამიანი მის გამო რომ 60-იან ბინას გჭუქნიან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სპეციფიური ცხოვრება. ეს ხელფასის გამო ვეგადადეს მაგაზე თავს. იმიტომ რომ ხელფას სხვაგან იხდიან ბიზნესები, ესეც შეიცვალა. ადრე საბჭოთა კავშირში კადრებს პრივილეგია ჰქონდა, ასვენებდნენ ბალტიისპირეთში, ახლა ადამიანს ისედაც შეუძლია ბალტიისპირეთში, ხო? იყო საოცნებო მხარე, ხო? მათ შეეძლოთ რაღაცა ვთქვათ ხელი იუწდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. ხო, ისეთ რამეზე, რაზეც სხვა. ეს ხო ბიზნესში ცხოვრობ პრივილეგიაზე უფრო მეტი შეზღუდვა გაქვს, ცხოვრებისეული შეზღუდვა გაქვს და ვერცერასდროს ვერ იტყვი რა გიკეთებია ამ ცხოვრებაში, ხო? ანუ შვილებთანაც ვერ წაიმარიაჟებ, ხო, ესე რომ ვთქვათ, რომ ეს ხომ გავაკეთე, ხო? ხო, დახურული ყველაფერი. ხო, და რაც უფრო ღრმად შედიხარ, მით უფრო მეტად და ამ დროს ხედავ რომ ჩაგიქროლა ესე რაღაც იმასავით მასკის რაკეტასავით ადამიანმა, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია და ბოლოს ამთავრებს 2 წლის ყველაზე ცუდი ის მაშინ დგება იმედგაცრუება, როდესაც რო ჩაგიკროლა, გაინუ განდაბას გამვითარდა, როცა ჩაგიკროლა და გაწყვინდეს რაღაცა ტალანტი იყო, აი როგორ დასრულდა ბოლოს რომ შენი აი საოცნებო სამსახური ფაქტურად კინაღამ და აქცია და დაანგრა. და რა მოყავას, არანაირი შემდგომ არავის პასუხისმგებლობა ვინმე გაარჩია ის ადამიანი იქ როგორ მოხდა. ხოლო და ხოლო პარტიული ერთგულება. ხოლო და ხოლო პარტიული ერთგულება. ამიტომ ანგრევს ეს პარტიული რაღაცების სპეცსამსახურს და შემდგომ უკვე პარტიულად მოწყობილი სპეცსამსახური ანგრევს სახელმწიფოს. იმიტომ რომ და ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის რუსეთი. განსაკუთრებით უკრაინასთან. მეკითხა გადავიდეთ მაგ კი, ნახეთ რა მინდა რომ გითხრათ პარტიული აი ეს დიქტატი ანგრევს სპეცსამსახურს, იმიტომ რომ იქ ხარისხს კი აღარ ვახალისებთ უკვე სადაზვერვო პროდუქტისას, არამედ ვახალისებთ პარტიულ ლოიალობას. მოკლედ, თქვენ კარგი ინფორმაცია მოგაქვთ, ცუდი ინფორმაცია მე არ მაინტერესებს. დავარია რომ თქვენ ჩემს სასარგებლოდ მუშაობთ, პარტიის სასარგებლოდ და ამიტომ თქვენ წინ მიდიხართ, მერე ქვემოთაც თქვენნაირები მოგყავთ და იქ უკვე ხდება დეპროფესიონალიზაცია, მაგრამ ახლა დეპროფესიონალიზაცია რო ხდება, ეს უკვე სახელმწიფოს რითი ურტყამს და მაგალითად ვლადიმერ ვლადიმერის პუტინს აი ესე აშენებული სპეცსამსახურები, რომლებმაც ბევრი ფული შეჭამეს უკრაინაში სათანადო მეხუთე კოლონის ფორმირებისთვის, ვერ უმხელდნენ, რომ იქ ყველაფერი კარგად არ არის და მოახსენებდნენ იმას, რომ 2 კვირაში კიევში ვარ შესული, იმიტომ რომ იქ დაგვხდება ადამიანები, ესე იგი ყურმარილით, ასე შემდეგ და უკვე თვითონ სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ცდარი ინფორმაცია ანუ სადაზვერო მიმართულების ფეილი იყო, ასე ვთქვათ, არსებითად ის, რომ რუსეთმა ვერ გათვალა. კი, და ყველა დონეზე, აბსოლუტურად ყველა დონეზე. ჩავარდა რუსეთის საგარეო დაზვერვა, ჩავარდა რუსეთის სამხედრო დაზვერვა, ჩავარდა რუსეთის შიდა კონდაზვერვა FSB, რომელზედაც იყო ეს ყველაფერი მიმული, სულ ყველა ჩავარდა და შესაბამისად მივიღეთ ის, რუსეთმა მიიღო ის, რომ მოუწია ერთი ტიპის ოპერაციიდან მეორე ტიპის ოპერაციაზე გადართვა რისი ძალებით ხო, რაც ეგრე არ ეწყობა ახლა 2 კვირიანი ან 2 თვიანი სპეცოპერაციიდან. იქ ხო გათვლა ამაზე იყო, რომ ჩვენ შევალთ დავარტყავთ, დასავლეთი ხმას არ ამოიღებს. მანდ ჩავარდა საგარეო დაზვერვა, უნდა გაეთვალა რომ დასავლეთი ხმას ამოიღებდა, მაგრამ გახსოვთ ნარიშკინმა დააპირა წინააღმდეგობა და პუტინმა პირდაპირ ეთერში კი, ცნობილი დაჩეკმა, ხო? თქვენ ახლა როგორ გონიათ, მათ ეს გაეპარათ? საბჭოთა კავშირი და რუსეთი სპეციალურად, ხო? რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი და რუსეთის სახელმწიფოა, სადაც ჰოკეის მატჩებს კი თქვენ ახალგაზრდა მზადებით და არ გემახსოვრებათ, 5 წუთის თუ 2 წუთის დაგვიანებით აჩვენებდნენ. იმიტომ რომ 1972 წელს, როდესაც ჩახშობილი ყავდა ჩეხოსლოვაკია იყო მაშინ რუსეთს და ჩეხოსლოვაკია და საბჭოთა კავშირი ეთამაშებდნენ ჰოკეის მატჩში, ერთ-ერთმა ჩეხმა თუ სლოვაკმა მოთამაშემ გააკეთა ანტისაბჭოთა ჟესტი, რაც იხილა საბჭოთა მაყურებელმა და ამის მერე უკვე ჰოკეის მატჩებში იყო რომ რაღაც ვიღაცას ტრანსპარანტი არ აეწია, ყველა სხვა გააკონტროლებდა. ეხლა
ამ ტრადიციების ქვეყანა, აი ვინც მაშინ აკონტროლებდა ტელევიზიას, ყველა მმართველობაშია კრემლში, ბორტნიკოვი, პატრუშევი, ერთი ივანოვი, მეორე ივანოვი, თვითონ პუტინი, ხო? ეს ყველა ის ხალხია, ვინც მაშინ კგბ-ში მუშაობდა და იმათ ეს ხო არ გაეპარებოდა და არა ეს პირდაპირ ჩვენს თუ კი შენ ბოსის წინააღმდეგ მიდიხარ და წინააღმდეგს რა შენ აზრს რომ მეუბნები. არა და დაზვერვა ამისთვის არის. რომ შენ კრიტიკული აზრი უნდა მომაწოდო და მე გადაწყვეტილებას მევიღებ, ოღონდ პასუხისმგებლობას მევიღებ, ხო? აქ ჩავარდა საგარეო დაზვერვა. სამხედრო დაზვერვა ჩავარდა, როდესაც ვერ გათვალა უკრაინელების სამხედრო ძლიერება, მაშინ ჯერ კიდევ სუსტი, იმიტომ რომ დახმარება არ იყო მობილიზებული, მათ ეგონათ დასავლეთი გაჩერდება, სანამ გონსმოვა და სამხედრო დახმარების მობილიზება მოხდება, ჩვენ უკრაინას ჩავახშობთ, იქამდე მივავთ. ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის ხარისხით. მესამე ფაქტორი FSB ჩავარდა, ხო, ამათმა ვერ გათვალეს გრუნ, ვერ გათვალა ესე იგი ეს სამხედრო პოტენციალი უკრაინის შენარჩუნების, შეკავების და FSB-მ, რომელსაც უნდა შეექმნა და ვინც ძირითადი ვიოლინო იყო, პირველი ვიოლინო იქ. უნდა შეექმნა ესე იგი პრორუსული ელიტები, პრორუსული განწყობები, რომ იქ ხალხი გამოვარდნილიყო და ხლებს-სოლს რო ეძახიან, ხო, კურმარილით დახვედროდა და ზელენსკი გადაეგდო და პუტინი თეთრი ცხენით შესულიყო. პირიქით ხარკოვი, რომლის მოსახლეობა ესე იგი რუსულია, რუსული მოსახლეობა ყავს ებრძოდა რამდენი ხანი ხო და მომსახლა აი როგორ ეს რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ ხდება რომ ნახეთ ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმი სპეცსამსახურს იყენებს შიდა კონტროლისთვის. აი თქვენ რომ ზანეთ ეკონომიკის მინისტრზე, თქვათ ფინანსთა მინისტრზე შიდა კონტროლისთვის. ანუ არა ლეგიტიმურად. როდესაც მე თქვენ გიყენებთ არალეგიტიმურად, ვალდებული ვარ და იძულებული ვარ რაღაცეებზე თვალით დაგიხუჭოთ, იმიტომ რომ არ მემსახურებით, თქვენ იცით რომ უკანონობას აკეთებთ. ამიტომ მეც თვალი უნდა დაგიხუჭოთ თქვენ ნაშოვნ დიდ ფულზე. 14 ტრილიონი რუბლი რომ გამოიყო რუსული ჯარის მოდერნიზაციისთვის და შოიგუმ რომ შეჭამა, პუტინმა ხო იცოდა რომ შოიგუმ ეს ყველაფერი შეჭამა, მაგრამ აი სამსახურში რახან იყო? შეჭმევინა, იმიტომ რომ ხო ახლა ხელფასის ხო 2000 ლარზე ხო არ ამუშავებდა, ხო? მაგრამ სამაგიეროდ, როდესაც უკვე უკრაინაში შეშლა დაჭირდათ, ამათ ხო ვერ უპატაკეს რომ შეჭმული გვაქვს ფული და მოდერნიზაცია ვერ მოვახდინეთ, უპატაკეს რომ მოდერნიზაცია მოვახდინეთ, ყველაფერი კარგად არის და ლაპარაკობს ეხლაც არეშნიკებზე და ისეთი არავზე რომელიც მარტო მას აქვს და უკრაინაში რომ შევიდნენ მე ჩემი უკრაინელი მეგობრები სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული ადამიანები წერდნენ რომ პირველივე კვირაში ბენზინს და საწვავს ყიდიდნენ რომ საჭმელი ეჭამათ რუსი ჯარისკაცები სოფლიოში მეორე სამხედრო ძალა და ესე იგი მათი ტანკები რამ მდგომარეობაში იყო კოლონები პირდაპირ კალახში ეფლობოდნენ და ხო T-54-ების გამოყვანა მოუწიათ აი მაშინ რინდელი ტანკია ხო და ეს არის მოდერნიზებული მაგრამ შენ ვერ აკონტროლებ, იმიტომ რომ კორუფციით იჭერ მათ. კორუფციით იჭერ ფულს აკეთებინებ, იგივე 5 მილიარდამდე დოლარი იყო, ასეთი მონაცემები არსებობს, FSB-ს მეხუთე მიმართულების მიერ უკრაინის ათვისებაზე გამოყოფილი. ათვისება ნიშნავს, რომ იქ უნდა შექმნილიყო ის მეხუთე კოლონა, რომელიც აი ამ შეჭრის პირობებში ორ კვირაში გარეულობები და ზელენსკი გადადგებოდა, გაიქცეოდა, თქვა და ასე შემდეგ, ხო? 5 მილიარდიან ან იქ არ დაიხარჯა იმდენი რამდენიც უნდა დახარჯულიყო, ან არასწორად დაიხარჯა, რაც ასევე დეპროფესიონალიზაციის მაჩვენებელია, ყოველ შემთხვევაში უკრაინაში ჩვენ აგერ უკვე რამდენი წელია მიმდინარეობს და პრორუსულად განწყობილი კაცი ვენა, მათ შორის ეთნიკური რუსებიც. მაგრამ ამას პუტინს ხომ ვერ ეტყოდნენ, იმიტომ რომ მაშინვე იმისთვის მაშინისთვის და როცა იქ შეჭრა გადაწყვიტეს, ყველა უფრო რომ კი იქ სიტუაცია არის. აი ეს უკვე ხდები შენ თავის თქვენ, რატო? იმიტომ რომ ობიექტური ინფორმაცია კი არ გაინტერესებს სპეცსამსახურისგან, რაც არის მათი მოვალეობა. არამედ გაინტერესებს ის, რაც შენ გესიამოვნებ. ეს ავტორიტარიზმის პრინციპი. რო ამბობდით, რომ ერთმანეთს ხანდახან შეიძლება დაემთხვესო პოლიტიკური ინტერესი, სახელმწიფო ინტერესო, მაგ ჯგუფში როგორ შეიძლება რუსეთის მაგალითზე რომ გადავთარგმნოთ იდეაში პოლიტიკური ინტერესი და სახელმწიფო ინტერესი რა არის რუსეთის? ხო, აი ნახეთ ახლა მაგალითად რუსეთის სახელმწიფო ინტერესი არ შეიძლება ახლა იყოს უკრაინაში ამ ომის წარმოება, ხო? ან საქართველოს მიმართ ასეთი ჯანსაღი ლეგიტიმური ინტერესი ეგ ვერ იქნება. მაგრამ პარტიულ ინტერესი არის, იმიტომ რომ მუდმივი ბატონობა მე მხოლოდ მაშინ შემიძლია კონტრები ხართ და ახლა რა დროს შემარჩევანია, ხო? რა დროს დემოკრატიაზეა საუბარი, მებრძვის ეს მაგალითი
თან გამოდგეს, ხო? კი, ასეთი პარალელი რო გავაუბროთ. და შეიძლება რუსეთი არის უმდიდრესი ქვეყანა, შეიძლება იყოს უმდიდრესი ქვეყანა, ის რომ თავის რესურსებს ნორმალურ დემოკრატიულ პირობებში მისი სახელმწიფო ინტერესი უნდა იყოს შექმნას რაღაცა ჯანსაღი განვითარებული გარემო, შიგნითაც და გარეთაც. აი მაგალითად საქართველოს დამემართებაში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო მისი ორბიტიდან გაეგდო. ყველაფერი გააკეთა ამისთვის, აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაშინ საქართველოს მოსახლეობის 70-80% საუბრობდა რუსულად. ინგლისურ ენოვანი, ანუ განათლების მიღწევა ინგლისურად შეიძლება 5% იყო, მეტი არა, გელა ჩარკვიანი იყო, მარტო ინგლისური იცოდა საქართველოს გუნდში მეტი. ხო, იმიტომ შეხედეთ ვინც სერიოზულ პოლიტიკოსს ინგლისური საკონფერენციას ყველა გელა ჩარკვიანთან არის, ხო, სააკაშვილიც ის სულ გელასთან აქვს გავლილი, ბატონ გელასთან. ამიტომ მაშინ რუსეთს რომ ასეთი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ არ განახორციელებდა. აფხაზეთი, ოსეთი, შიგნითეს დივერსიები საქართველოს ბუნებრივად შეიძლება ნატოსკენ წამსვლელი ქვეყანა არც ყოფილიყო. აი ნატო საქართველოს რაში ჭირდება? ჭირდება იმაში რომ რუსეთისგან დაიცვას თავი უზრუნველყოს, ხო? მაშინ რომ რუსეთს ჩვეულებრივი სავაჭრო ეკონომიკა ხო, მე აღარ გულისხმობ და აღარ ვსაუბრობ იმ ბლოკადებზე, გაყინა ბავშვები და ქალები ხო, გაზის განაჩლა და კატასტროფა. დენის ჩაჭრები და დეპორტაციები. ესენი რო არ გაეკეთებინა. მე ის თქვა მინდა, იცით რომ ორგანულად მაშინდელი საქართველოს მოსახლეობისთვის რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობები უფრო ადვილი იქნებოდა ვიდრე ოკეანის გარდა. ენა იცოდნენ, კავშირები ჰქონდათ ხო, მაშინ ხო თქვენი თაობა არ იყო და თქვა თუნდაც ჩემი თაობა ხო, ხელმძღვანელობაში მაშინ იყო მაშინდელი 50-60 წლის ხალხი კომუნისტურ აპარატში გაზრდილი და ისინი იქ უფრო დაახარებდნენ ხო, ბიზნეს ურთიერთობებს და ეს საქართველოს შეიძლება ეკნებოდა თავისთვის, სულ არ შემოიყვანა. მაგრამ პარტიული ინტერესები გამომდინარე. ინტერესი რო ხო, დასავლეთი იმპერია და ჩვენ რატო? იმიტომ რომ დასავლეთი ერთადერთს რას ეუბნებოდა? ხო, ეკონომიკაზეა ძირითადად, იმიტომ ეკონომიკა წარმართველი და ფინანსები, ხო? დასავლეთი რატო გთხოვს ბრჭყალებში დემოკრატიას? იმიტომ რომ ბიზნესის წარმოება დემოკრატიის გარეშე წარმოუდგენელია. მე უნდა ჩავდო მილიარდი შენთან, მოსკოვი ხარ, პეტერბურგი ხარ თუ თუნდაც საქართველო, ხო? და შენ ამ დროს შეიძლება სასამართლოს უბრძანო და ჩამომართვა ეს მილიარდი და ეგრე ხო არ არის, ხო? ამიტომ თუ გინდა რომ მილიარდი ჩავდო და რუსეთის შემთხვევაში ტრილიონები, იმიტომ რომ იქ მილიარდი არაფერი არ არის, მაშინ მე უნდა ვიცოდე რომ იქ მუშაობს სასამართლო. სასამართლო თუ დამოუკიდებელია, მაშინ სამართალდამცავი სტრუქტურების დამოუკიდებელი, იმიტომ რომ ხლა ეგრე შემომივარდე და დამაპატიმრო და ნარკოტიკი ჩამიდო, ეგრე ხო არ არის და ამიტომ ითხოვს დემოკრატიას. ეს დემოკრატია პირდაპირ არის უჰაერო სივრცე და ანაერობული გარემო ავტორიტარული რეჟიმისთვის, იმიტომ რომ თუ დემოკრატია, მაშინ ხალხს როდისღაც მობეზრდები და როდისღაც გადაგირჩევს. გადარჩევა კი არ არის უკვე პრობლემა, მაგრამ შენ რომ კორუფციით ბევრი ფული გაქვს, ნაშაური როცა გადაგირჩევა, დაგიჭერა. მაგით ხდება გადარჩევა მე როგორ პრობლემა. ხო, მაგით უკვე გადარჩევა პრობლემა ხდება და აი ამ წრეში იხარშება ავტოკრატია. რამდენიმე სამსახურის ფუნქცია უბრალოდ რო კარგად გვესმოდეს, აი რამდენიმე რუსული სპეცსამსახური ახსენეთ, რომელსაც თვითონ უკრაინის შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში ну, გასაგებია იმაზეც ვისაუბრეთ, რომ მოგეთ ნორმალური გზით ჩვენთან ურთიერთობა არასდროს არ ყოფილა, მოგეთ რუსეთის პოლიტიკა, მისწრაფება და პოლიტიკა და რა გზებით და რა ანუ ვის რა ევალება? სამსახურში რომ მიდიან დილას. რუსეთზე თავისუფლად შეგვიძლია. ხო, კი, ამიტომაც პრობლემები იქით გადავიდეთ. რუსეთზე თავისუფლად. აი დილას 9 საათზე თუ 10 საათზე არის რომელზე იწყებენ სამსახურს, აი დილას ეს ევალებათ, ალბათ საქართველოზე მუშაობა. კი ბატონო. აი ვინ არის ძირითადი მოთამაშეები და რა რეები აბარიათ. სამი ძირითადი სპეცსამსახურია რუსეთში, ესეთი საზოგადოებისთვისაც ცნობილი და ჩვენთვის ცუდად ცნობილი, ხო? პირველი სათავო ორგანიზაცია, ეს ბევრი რამით არის განპირობებული რუსეთის ბუნებითაც, თვითონ არის FSB, Федеральная служба безопасности, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, რომელიც პირდაპირ არის საბჭოთა KGB-ს მემკვიდრე. ეს არის ძირითადად შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახური, ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახური, ოღონდ რადგან რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს განიხილავს მის შიდა პრობლემას, საკუთარ გავლენის სფეროთ, ამიტომ ბალტიის ქვეყნების გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნები FSB-ს დაფარვის ზონა. ესე იგი, ჩვენთან ინფორმაციის მოპოვებასაც FSB მუშაობს ამაზე, სიტუაციის შექმნას და ამ შემდეგ. FSB არის კონტრდაზვერვითი ორგანო, ანუ
უცხო სახელმწიფო და მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სადაზვერვო საქმიანობას ანეიტრალებს რუსეთში. ეს კლასიკაა, მაგრამ ამის გარდა თვითონაც ეწევა, ესე იგი, საქმიანობას რუსეთში და აი ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც რუსეთი გავლენად მიიჩნევს. მას ყავს ესეთი მაგალითად დეზინფორმაციის გაგრძელება, განწყობების შექმნა. მეხუთე სამმართველო, ცნობილი მეხუთე სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის შესვლის იდეოლოგიურ მომზადებაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში პრორუსული განწყობების შექმნაზე და რა თქმა უნდა ეს ამ ფონზე მიდის, გადატრიალების მოწყობებზე, თქვა სახელმწიფო გადატრიალებების სისხლით უსისხლოდ ჰიბრიდული ომის აი ამ გამოვლენებებზე, რომელსაც ჩვენ საქართველოში ყოველდღე ვაგვირთებთ. როგორ აკეთებს ამას FSB? FSB ამას აკეთებს ისე, რომ ძირითადად ნერგავს რამდენიმე ისეთ მსხვილ პოსტულატს. პირველი ეს არის მაგალითად, რომ დასავლეთი ებრძვის ეროვნულ ღირებულებებს და ტრადიციულ ღირებულებებს, მოჩვენის ეკლესიებს და ამ შემდეგ და რუსეთი არის ჭეშმარიტი ეროვნული ოჯახური ტრადიციული გარემოება. ძალიან ხშირად გვესმის, რომ მათი დამსახურებაა რო გვესმის. მეორე არის ის, რომ ესე ხშირად გვესმის, რომ დასავლეთი აგენტურული ხელისუფლებების საშუალებით, პროქსი ხელისუფლებების საშუალებით აჩაღებს ყველგან ომებს, ხოლო რუსეთი თავს იცავს მისგან. ესე იგი, რუსეთში მოისმინოთ მაგალითად და საერთაშორისო პოზიციაც რუსეთის ასეთია, რომ უკრაინაში რუსეთი თავდაცვით ომს აწარმოებს. ახლა ცინიზმია უმაღლესი დონის, მაგრამ მოსაგებია და არის ადამიანების კასტა, ვისაც ეს ჯერა, არც თუ ისე ცოტას. რატო? იმიტომ რომ ამის დამკვიდრებას ისინი ახდენენ ბევრი ფსიქოლოგიური მეთოდი და დახურული ფორმებით რაღაცებით, სადაც საუბარი ახლა გამიჭირდება, თუმცა რუსების რომ თქვა პრობლემა რა არის, ხო? ესენი არიან საბჭოთა კგბ-ს მემკვიდრე, ეს დანაყოფი და ზუსტად იგივე მეთოდებით, დეზინფორმაციით, შანტაჟით, გადაბირებით, ამას ყველაფერს ახლა დაემატა ინტერნეტის ძალა, ხო? ადრე თუ ამის გავრცელებას საგაზეთო პროკლამაცია ჭირდებოდა ინტერესის სფეროებს აარჩევდა ალგორითმის ყოველს ემუშაობს, რაც უფრო მეტს ნახულობ, მეტს გაჩვენებს ტიპის ინფორმაციას. მილიონებს მიაწვდი და ჩაუდევთ ამ თავში, იმიტომ რომ 5 წუთში ერთხელ ჩაუდევთ. ეს FSB. ამას გარდა არის, ხო, ამ FSB-ს ადრე ხელმძღვანელობდა პატრუშევი, ცნობილი და ეხლა ხელმძღვანელობს არანაკლებ ცნობილი ბორტნიკოვი, ესენი პუტინის ასაკის ადამიანები არიან, ერთი ორი წელია განსხვავება, ერთად მუშაობდნენ ლენინგრადის კგბ-ში, როცა პუტინიც იქ მუშაობდა და ერთი გუნდია, საკმაოდ კარგად ისე ორგანიზებული, საკმაოდ წარმატებულები, სხვა შორის ძალიან წარმატებული ოპერაცია განახორციელეს მაგალითად ჩეჩნური და საერთოდ ჩრდილოკავკასიური ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ. ჩეჩნეთში ეროვნული მოძრაობა მათ მოახერხე საერთოდ სარგებლობდა მხარდაჭერით, მათ შორის დასავლეთში შეიძლებოდა ესარგებლა და მათ მოახერხეს აი ბორტნიკოვ პატრუშევმა, მაშინ FSB-ს ხელმძღვანელი იყო ბორტნიკოვ პატრუშევი და მოახერხეს, რომ აი ეს ჩეჩნური ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა გარდაქმნეს ტერორისტულ ვაჰაბისტულ, ასე ვთქვათ, რადიკალური ისლამის მოძრაობა თავის არაბეთიდან ჩაყვანილი შეიხებით და მთელი ამბებით, ისე რომ მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა დაკარგა განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის ჭრილში, იმიტომ რომ შეერთებული შტატები ძალიან კრიტიკულად იყო ამ ყველაფრის მიმართ განწყობილი და ფაქტურად მოახერხეს ჩეჩნეთში ამის გარდაქმნა და სისხლში ჩახშობა. მე იმიტომ რომ აღარავინ აღარ დაუჭირა მხარი იმ ძალას, რომლებიც ახლოს იყვნენ აი 11 სექტემბრის განმახორციელებლებთან და ასე შემდეგ. სხვა შორის მან საინტერესო ის იყო, რომ ისინი ამ მიზეზით, რომ თითქოს ეს რადიკალური ისლამის მიმდევრები საქართველოშიც იყვნენ, მოითხოვდნენ შევარდნაძისგან პანკისში სპეციალური ოპერაციის განხორციელებას რუსული ძალებით, პანკისის დაბომბვით გემუქრებოდნენ ყოველ დღე, თითქმის ბათუმში უნდათ ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა ასლან აბაშიძესთან ერთად და ამას შევარდნაძეს ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ყავდათ, მაგრამ მაშინდელი მთავრობის უნდა ითქვას სასახელოდ და ჩვენი სპეცსამსახურებისაც, ხოლმე საგარეო საქმეთა და სამინისტროს ჩვენი დიპლომატების და სპეცსამსახურების, იმიტომ რომ ესენი ძალიან ტანდემში მოქმედებენ, რომ აი ეს გაუგონარი ზეწოლა რუსეთის მხრიდან ისე კარგად გამოვიყენეთ საქართველოში, რომ ამის პირმშო არის წვრთნის და აღჭურვის ამერიკული პროგრამა. მაშინდელი 2001 წელს, ხო, კი 2001-ში დაიწყო 2002-ში, მაგრამ 98 წლიდან ეს ამაზე საუბრები და ესე იგი მუდმივად კი გვაქვს პრობლემა პანკისში გვაქვს და
უცებ კი რადგან პრობლემა გვაქვს პანკიში და შენს გაწუხებს, მოდი ამერიკელები მე გამიწვრთნიან 4 ბატალიონზე იყო მაშინ საუბარი და პირველი ესეთი ეს იყო პირველი, საერთოდ პირველი, როცა ქართული ჯარი ჩამოყალიბდა, პროფესიულ რაღაცა, ჩაცმული, დატრენინგებული და ეხლა დღეს უკვე ყველა ესე იგი ასეულის დონეზე ყველა ჯარისკაცი გაწვრთნილია ამერიკელების მიერ. რუსებს რო დაუბრუნდეთ ისევ, ხო, ამას გარდა არის საგარეო დაზვერვის სამსახური, ნარიშკინი არის მისი ხელმძღვანელი, რომელიც ინფორმაციას მოიპოვებს სტრატეგიულ ჭრილში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, საზღვარგარეთის მთავრობებში რა გადაწყვეტილებები მწიფდება, სახელმწიფო საიდუმლოება და საქართველოსთან მიმართებაში საქართველოსთან ნაკლებად აქტიურია, ნახეთ როგორ არის აქ გაყოფა, ნაკლებად აქტიური იყო, იმიტომ რომ FSB მუშაობდა საქართველოში, ბოლო წელს გააქტიურდა მაშინ, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა საბოლოოდ გააფუჭოს საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობები. უფრო მეტად აი ბრიტანეთზე თავდასხმები იყო, ხო, განცხადებები ნარიშკინის, რომ ბრიტანეთი ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ამერიკის შეერთებული შტატები გარედან მუშაობენ უფრო საქართველოს. და ყველაზე ისეთი სახიფათო, იმიტომ რომ უფრო მწვავე და ესეთ ჭუჭყიან ჭალებში ღონისძიებებს ახორციელებს GRU, ეს არის GRU, ადრე GRU ერქვა, ეხლა არის თავარი სამმართველო ქვია, ეს არის სამხედრო დაზვერვა, რომელიც უშუალოდ არ ეკონდებარება მთავრობას, ეკონდებარება თავდაცვის მინისტრს. ეს არის ყოველგვარი მწვავე ღონისძიების განმახორციელებელი, მკვლელობები, აფეთქებები, საბოტაჟი, ეს ხო, მწვავე ღონისძიებებს, მწვავე ოპერაციებს, მათ შორის საქართველოში, აი მაგალითად დივერსიული ხო აფეთქებები, საბოტაჟი, ანუ უფრო ნაკლებად შპიონაჟი, ვთქვათ, ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ უფრო მეტად ესეთი მწვავე ოპერაციები. შპიონაჟი უფრო FSB და შპიონაჟი FSB-ს და SVR-ს, ხო, ნარიშკინის საგარეო დაზვერვის სამსახურს. ესენი სამხედრო თემატიკაზე ჯაშუშობასაც ეწევიან, შპიონაჟსაც, მაგრამ ჩვენთვის უფრო მეტი საფრთხის შემცველი გურითაც არის, ეს არის მწვავე ღონისძიებები, ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში. და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ხანგოშვილს სანამ საქართველოდან გავიდოდა, აქაც ესროლეს ვაჟა-ფშაველაზე, ესროლეს მაგალითად, ანუ ესეც ხომათი ხელის იყო, იმიტომ რომ შემდგომში სკრიპალების თემა გურუს გაკეთებულია, მოწამლა მათი, ლიტვინენკოს მოწამლა, მათი გაკეთება, ეს არის მწვავე ღონისძიებები. ჩეხეთში სამხედრო საწყობის აფეთქება, მაგალითად, რომელიდანაც უკრაინას უნდა მიწოდებოდა შეიარაღება. აი, ამგვარი სპეციფიკით და ეს ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ამას შეიძლება მოყვეს არა მარტო დანიშნულების ობიექტის მკვლელობა, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის ხვედი და კიბეროპერაციებში არიან კიდე გრუ ჩართული. ჩვენთან მაინც ყველაზე, FSB არის ყველაზე აქტიური ჩვენ გავლენების შექმნის მხრივ და გადაბირებების მხრივ FSB მწვავე ღონისძიებების აი ესეთი მტკივნეული წერტილოვანი დარტყმებისთვის მაგრამ მის თქმა მინდა რომ ჩვენთან უფრო მეტად ალბათ FSB-ს მიმართულებებით მუშაობენ. თუ ესეთი მწვავე რაღაცები არ ყოფს, მე არ გამიგია რომ GRU-ს ხო, საქართველოში გასანეიტრალებელი ჯერ ხო რაღაცა ეგეთი აწუთისთვის ჯერ უფრო FSB არის აქტიური და ჩვენი მხრიდანაც რო შევხედოთ უფრო მეტად ალბათ გვჭირდება რომ გქონდეს კარგი პრევენციის და ვთქვათ თავის დაცვის განეიტრალების უნარი, ასე ვთქვათ, აი ამ FSB-ს მიერთაგებულ ღონისძიებებთან მიმართებაში. ერთი საკითხიც რომ მას გარდა შეგვიძლია ნელა დასასრულისკენ წავიდეთ. ლუსტრაციის კანონის მინდა რომ ძალიან მოკლედ შევეხოთ. ბევრმა ქვეყანამ პოსტსაბჭოთამაც და აი აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ბევრგან მოხდა გასაჯაროება სხვადასხვა დახურული წყაროების და ასევე კონკრეტული ადამიანების. რაც ჩვენთან საერთოდ არ მომხდარა და რამდენად მნიშვნელოვანი არის ის და რა გავლენა შეიძლება ამას ქონოდა საქართველოში აი ამ სფეროს განვითარებაზე რა დაუკარგეთ ასე ვთქვათ იმით რომ არ მოხდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო რომ მომხდარიყო და საერთოდ ვფიქრობთ რომ ლუსტრაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოკლედ ჩვენთანაც მომხდარიყო. ლუსტრაცია არის ძალიან მტკივნეული და ეს მნიშვნელოვანი პროცესი ნორმა სახელმწიფომ გაიარა. ხო, ცალსახად თითქოს შეიძლება არ ვიცი. არ იყოს ყველასთვის რთულია, მიბმულია ძალიან დროზე და ქვეყნის სპეციფიკაზე.
და ახლა მოგახსენებთ, რასაც გულისხმობ. რაც ნიშნავს ლუსტრაცია. ლუსტრაციას ჩვენ საერთოდ განვიხილავთ ესე, რომ თითქოს ყველგან გამჟღავნება მოხდა. ყველგან გამჟღავნება არ მომხდარა. ზოგიერთმა ქვეყანამ ძალიან ბევრი სხვადასხვა სქემა. ზოგიერთმა ქვეყანამ გააკეთა მაგალითად ასე, რომ შენ არ გქონდა რაღაც თანამდებობის დაკავების უფლება. არავინ არ აღწევდა შენზე აბსოლუტურად არაფერს, მაგრამ შეზღუდული გქონდა თქვა ზოგადად იყო მაგალითად ასეთი რაღაც პირდაპირ გამოქვეყნდა სიები საქართველოსთვის ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მაგალითად მეზობლები გაიგებდნენ რომ უაჩების გამო დაიხო პატარა ქვეყნისთვის შეიძლება ცოტა ესეთი იყოს. ცოტა რთულია ხა გერმანია ადვილია, იმიტომ რომ შეიძლება აღმოსავლეთ გერმანიიდან აიყენო და დასავლეთ გერმანიაში გადასვა ადამიანები. და საქართველოში სოფელში როცა გაიგებ რომ უაჩების დანოსის გამო ბაბუაშენი დახვრიტეს ეს ისედაც ყველა მიცის, მაგრამ ამის მასალების ნახება ცოტა რთული იქნება. მაგრამ აქ კიდევ მნიშვნელოვანი ერთი ის არის, რომ საქართველოს ამ ლუსტრაციის საშუალება არც ჰქონდა. აქ ჩემთვის ცოტა გასაკვირია, რატო ვუერთგულეთ ასე ძალიან რუსეთს. რა მოხდა აქ? საბჭოთა უშიშროების მუშაობის სპეციფიკა არის ასეთი. მე არ ვიცი დღეს როგორ არის ყველაფერი, მაგრამ მაშინ იქნებოდა ასე. აგენტზე დგება ორი საქმე. ერთი არის მისი პირადი საქმე და მეორე არის სამუშაო საქმე. პირადი საქმე არის ის, სადაც აგენტი არის სახელით და გვარით იდენტიფიცირებული. საბჭოთა კავშირის დროს ასე იყო. აი ეს პირადი საქმეები საქართველოში ჩამოვიდა გარკვეული ჯგუფი საბჭოთა რუსეთის უშიშროების და ეს პირადი საქმეები პირდაპირ იმაში რა ქვია ტომბრებში ჩაყარეს და წაიღეს სმოლენსკში. და საქართველოს უშიშროებას აღარ დარჩა საკმარისი მასალები იმისათვის, რომ ემხილებინა აგენტები. სამუშაო საქმეში წერია ხო, სამუშაო საქმეში წერია თქვენს მიერ, ანუ ჩემს მიერ ვინც არის გაკეთებული აბსოლუტურად ყველაფერი, ოღონდ იქ ფსევდონიმი წერია. იდენტიფიცირებადი არ არის და ფსევდონიმი შეიძლება ეწეროს რომელიღაც მეცნიერისაც, რომელიც აგენტი საერთოდ არ ყოფილა, უბრალოდ დაზვერვა მას აკრიჟდებოდა. შენ დაზვერვას ან კოდდაზვერვას კერძოდ რა ურთიერთობა გაქვს ფსევდონიმ ალფასთან. ეს სამუშაო საქმეში არ ჩანს. ის შეიძლება იყოს უბრალოდ მეცნიერი, რომელიც სიმპოზიუმებზე გადიოდა აინშტაინი, ჰემინგუეი, არ ვიცი. აი იქ წერია რა კავშირი გაქვს პირად საქმეში, ხო? ეს შენ აგენტი იყავი თუ ვინ იყავი? აი ეს საკუთები საბჭოთა ესე იგი 90-იან წლებში დასაწყისშივე ჯერ კიდევ ლუსტრაციები არსად არ იყო თანამედროვე. არც ერთ უკრაინაშიც გააკეთეს იგივე და უკრაინამ არ გაატარა. და გარკვეული ნაწილი მე იყიდა პირიქით უკან, იმიტომ რომ მაშინ კეთდებოდა. უკრაინამ უკან გამოიყიდა, იმიტომ რომ მაშინ ფაქტურად რუსეთში ის პერიოდი იყო, მართლა არქით და კონიაკით კეთდებოდა ეგ საქმეები. ჩვენ ესე იგი, ეს ყველაფერი მოხდა ზვიად გამსახურდიან დე, აი საბჭოთა დროს ჩამოვიდა და წაიღეს. ამიტომ, როდესაც დადგა ეს საჭიროება, უკვე აღარ მოხერხდა ლუსტრაციას, ვეღარც კი განახორციელებდი რომ წვდომოდა, იმიტომ რომ მასალები არ ქონდა. თუ მარტო აი ამ საქმეებით იმსჯელებ, თქვა, იქ შეიძლება ძალიან ბევრი უბრალო ადამიანი გაგეჭრიდოს. არა და პენეტრაციის დონე მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ანუ რა ალბათ იყო მნიშვნელოვანი, მაშინ თუ ავიღებთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები აგრძელებდნენ ჩვეულებრივად ალბათ საქმიანობას და საქმიანობასაც აგრძელებდნენ და გავლენების, რაც მთავარია გავლენების, იმიტომ რომ ყველაზე რთული ძირითადად ადამიანებს გონიათ რომ დაზვერვის ძირითადი საქმე არის ინფორმაციის მოპოვება და ინფორმაციის მოპოვება არის მესამეხარისხოვანი, იმიტომ რომ ახლა ეს ძირითადი არის გავლენების შექმნა და თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთის კგბ-ს და საბჭოთა კგბ-სთან დაკავშირებულმა ადამიანებმა, რომელთა დიდი ნაწილი იყო შესაძლოა პარლამენტში, შესაძლოა სამთავრობო სტრუქტურებში, იმიტომ რომ ჩვენთან ხო ეს ძირითადად ისინი ამ მეხუთე მიმართულებაზე მუშაობდნენ ჩვენს ინტელიგენციაში, სამეცნიერო ესე იგი სფეროში და ასე შემდეგ. და ეს ადამიანები ხო გარკვეულ ძალიან მაღალ პოზიციებს იკავებდნენ შემდგომ და ამიტომ ალბათ მნიშვნელოვანი იყო თუ გადაწყდებოდა რომ მაშინ გაკეთებულიყო. იმის მერე, ეხლა როცა ამბობენ რომ ეხლა უნდა გავაკეთოთ ლუსტრაცია, აზრი არ აქვს. იმ ასაკის ადამიანები უკვე პოლიტიკურად ვერ ქმნიან. ახლა თუ როდისღაც ისტორიული სიმართლის დადგენისთვის გვინდა ამის გაკეთება, შეიძლება 40-60 შავ ქვეყნის ცხოვრებას ახლა ხომშოვი ის ადამიანები 80 წელს გადაცილებულები არიან კანტიკუტად თუ ვინმე შეერჩენილი ყველაფერი იცის და მე ისე იძლავრა რუსულმა გავლენებმა რომ ახლა ახალგაზრდები ზოგიერთი თვითონ ავლენს თავს რუსეთის ზოგი სიამაყით. სიამაყით და ეხლა 95 წლის რომელიმე აკადემიკოსი იყო თუ არ იყო, შეიძლება ოდესღაც ამას მნიშვნელობა კონდეს. არა ისტორიულში და უსაფრთხოების მასაზრის დაასრულებამდე.
კეთილი. მე მგონი შეგვიძლია დავასრულოთ თუ რამე დამეტება გზურთ. ხო, იმისთვის რომ უბრალოდ ესე შეშინებულები არ დავჭერთ, ხო, რომ ნეგატიურზე გვიწევს ხოლმე საუბარი. მინდა ვთქვა, რომ ქართული სპეცსამსახურები ძალიან აქტიური და სანდო თანამშრომლები პარტნიორები იყო დასავლური სპეცსამსახურების. ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ ტექნიკური, ინფორმაციული და ინტელექტუალური მხარდაჭერა კონკრეტულად ამერიკული სპეცსამსახურების, გერმანული სპეცსამსახურების, ბრიტანეთი ძალიან ჩაკეტილია ამ მხრივ და ძალიან კარგია რომ საქართველოს პოლონური და შემდეგ სპეცსამსახურების საქართველოს მუდმივად ქონდა და ერთადერთი პრობლემა მართლა რაც შეიძლება იყოს ეს არის აი ტოტალიტარული, ავტორიტარული მემკვიდრეობიდან გათავისუფლება და ასე ვთქვათ დემოკრატიული მოწყობა იმისთვის რომ ბოლომდე მოხდეს ამ დახმარების და ამ პარტნიორობის გამოყენება. მე ის დროც მახსოვს, როდესაც დასავლური სპეცსამსახურები კორუფციით განეიტრალებულ ქართულ სპეცსამსახურებთან 90-იან წლებში არ თანამშრომლობდნენ. აი პირდაპირ როცა დასაკავებელი იყო ვინმე საქართველოს ტერიტორიაზე გააცილებდნენ და თურქეთის ტერიტორიაზე აკავებდნენ. იმიტომ რომ აქ საერთოდ არ უნდა საქმე უნდობოდნენ, ხო, უბრალოდ იმიტომ რომ შეიძლება შენ ფული აგებო მაგაში და ჩაგებდო საქმე და გააცილებდნენ ესე დაკვირვებით და იქ აკავებდნენ, მაგრამ ამის შემდგომ დადგა ის ეტაპი 10-15 წლის ისეთი ოქროს ხანა, სადაც მართლმონაცემთა ბაზებზეც კი ახლა ყველაფერს ვერ დავაკონკრეტებთ, მუდმივი ცდომა გქონდა და ძალიან დიდ დახმარებას აღმოუჩენდით იმ დონეზე, რომ მათი სპეცსამსახურის პირველი პირებთან ესეთი ოპერატიული დონის საუბრებიც კი გქონია. გულისხმობ საქმიანი შეხვედრები, არა ხო, ერთი მხრივ შეიძლება კი არა ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი მხარდაჭერა და ჩვენ ახლა ჩვენი რესურსებით რაც არ უნდა ეფექტურად გადავანაწილოთ. თანამედროვე მაშინ ახლა ყველაფერში ინფორმაციის გაცვლა და ამას საქართველოს ეს ყველა შემთხვევაში ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მცირეერი, ჯერ ერთი მერე განსხვავებულიერი ვართ და ადამიანური დაზვერვა, აი ჰიუმენს რასაც ეძახიან ჩვენთვის რთულია, იმიტომ რომ ახლა თქვენი ჰაბიტუსის ადამიანს და ჩემი ჰაბიტუსის ადამიანს ვთქვათ ევროპელად ასლავად ვერ გაასამებ, ხო? და მე ცხოვრებაშიც მოდის უკვე ტექნიკური დაზვერვის დრო, ხო? და ახლა ჩვენ ვერ გვაყოლება იმდენი სატელიტი, იმდენი ვთქვათ ტექნიკური საშუალება. ჩვენი რესურსი ყველა შემთხვევაში, ხო, მაგრამ მეორე მხრივ ისეთი ტერიტორია გვაქვს, ასე ვთქვათ, ისეთ ადგილას ვართ, რომ იმდენი რამე იყრის აქ თავს, რომ სავარაუდოდ დასავლეთი ბუნებრივად ჰაბი ვარ, ძალიან ბევრი გავლენის ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესები იკვეთება და შესაბამისად ბევრი ტიპის ინფორმაციაც ალბათ შეიძლება იყოს საინტერესო. ზანებდოდი რო არ რო ღმერთმა თავისთვის შემონახული ტერიტორია მოგწევა, სადაც ვერ უკუთხედა. სადაც ვერ უკუთხედა შეიძლება ესე იყოს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ საინტერესო ვართ დასავლური სტრუქტურებისთვის და ბევრი შეგვიძლია შევთავაზოთ და ამიტომ ვიცი რომ გამიგია რომ მოგეთ ძალიან კარგი თანამშრომლობა ქონდა ყოველთვის შესანიშნავი თანამშრომლობა და ჩვენი ოფიცრების არა მარტო თავდაცვაში, არამედ სპეცსამსახურებში ჩვენი ოფიცრების დიდი ნაწილი იქაური სკოლის აღსაზრდელია და თავისუფლები არიან აბსოლუტურად აი იმ ტოტალიტარული ჩეკისტური აზროვნებიდან, რასაც მე იმ დროსაც შევსწრებიო, როცა სიამაყით ამბობდნენ, რომ ჩვენ ჩეკისტები ვართ 90-იან წლებში და ჩეკისტები ვინ იყვნენ? ჩეკისტები იყვნენ ვინც მამა ჩვენები, ბაბუა ჩვენები დახვრიტა და შეიძლება დამოუკიდებელი ქვეყნის სპეცსამსახურებს გიამაყებდეს. დღეს ეს სიტუაცია სრულიად შეცვლილია და სულ სხვა ინტელექტუალურ დონეზე არიან. მე ალბათ ჩემი კოლეგები თუ მომისმენენ, გამიხარდა ქალებიც, კაცებიც ყველაფერს უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან და ეს ძალიან ბევრ სფეროში ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს დღესაც საჯარო სამსახურში და ცოტა მეც როგორც ყოფილი საჯარო მოხელე მოგეთ ბოლოდროინდელი ამბები ძალიან მოგეთ გამიცდი ხოლმე სულ ამბობ ხოლმე ზოგადად საჯარო მოხელეები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმიტომ რომ ერთი მხრივ პოლიტიკური წრეხის ქვეშ არიან და უწევთ რაღაც არ ვიცი რთული გადაწყვეტილებების მიღება თუნდაც ზოგს არ ვიცი შეიძლება იქ აღარც უნდა მუშაობა და უწევს მოკლედ და მეორე მხრივ საზოგადოებაშიც არ არის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ისინიც როგორც სახელმწიფოს და პოლიტიკურ მხარედ განასახიერებს და შემაიც ისაა. ხო, და ეს საჯარო მოხელეები რაღაც ორმაგი წნეხის ქვეშ დაზვერვაში მაგალითად იგივე იქნება, იმიტომ ადამიანების უმეტესობამ საერთოდ იცის და უნდა იწვევს ალბათ რომ დაზვერვაში დასაკითხებში არ მოქმედებს. ეს ძალიან ცუდია, სხვადასხვა როცა აი ეს როცა
კანონდარღვევა სპეციალურ სამსახურებში და პოლიციაში არ აღმოიფხვრება, მე ეს ყველას რეპუტაციულ ზარალს იწვევს ხოლმე. აი ნახეთ, თქვენ ხართ ოფიცერი, დაზვერვის, რომელიც საერთოდ არ ერევით შიდა საქმიანობაში, ხო, სადღაც საიდუმლო ცხოვრებით ცხოვრობს. ხო, მე ვიცი, რომ ფორმიანმა ადამიანმა გამლახა გუშინ და არაფერი არ მოხდა. და ერთ კვამში ხარშავთ, ახლა უნდა ვიცოდე მე თქვენ ამ მიმართულებას ვიშავთ, არ ვიცი, ხო, თქვენც არ ამბობთ. საიდან უნდა ვიცოდე, არც გაგტუფლება, ხო? და კიდე არ გინდა თუ ბოლო-ბოლო შეიძლება დადგეს ისეთი მომენტი, რომ აი ადრე რომ ამბობდნენ, ხო, რომ თქვა შეიძლება ოჯახში აღარ მიიღონ, ხო, თქვა სტუმრად ანუ ადამიანურ დონეზე, პატარა საზოგადოებაში. ამის საპირისპიროდ როგორ არის ისრაელში დაფასებული, ხო, სამხედრო საქმიანობა, სადაზვერვო საქმიანობა და შედეგებით სახეზია მოწყვეტილი. კარგით, მადლობა დიდი, ძალიან საინტერესო იყო, დავინტერესდით, ძალიან ინტერესით გისმენდით და ვედი მაქვს, რომ მსმენელიც ძალიან ინტერესით მოგისმენს. წარმატებები თქვენს საქმიანობაში და შევეცადოთ რომ მაინც პოზიტივზე ესე იგი ფოკუსირდეთ და იმედი გქონდეს რომ საქართველოს უკან მოუბრუნებლობის წერტილი უკვე გადავახა და მეც იმედი მაქვს რომ რაც არ უნდა იყოს შეიძლება რაღაც ცოტა ესეთი შესაძლებელია მაგრამ საბოლოო ჯამში იყოს მაგრამ ეგ არის ძალიან დროებითი ხელისუფლებები იცვლებიან ხელისუფლების ვექტორებიც იცვლება ამაში ცუდია მაგრამ ტრაგიკული არაფერი არ არის ძალიან კარგი აბა დროებით ნახვამდის